წითელ ხალიჩაზე გამვლელ მაღალჩინოსნებს შორის მთელი მსოფლიოდან მაკა ბოჭორიშვილს ალბათ ის გამოარჩევდა, რომ მხოლოდ ის იქნებოდა ქვეყნიდან, რომელმაც ეუთოს თავმჯდომარე დააჯარიმა. მაგრამ ბოჭორიშვილი ამ ფორმალურ ცერემონიაზე არ გამოჩენილა. სტუმრების მასპინძელი ეუთოს მინისტრთა საბჭოს ხდომაზე სწორედ დაჯარიმებული ელინა ვალტონენი იყო. მასთან შეხვედრისას ჯარიმის გარდა ოცნების მინისტრს ალბათ გაცილებით მწვავე საკითხზე დემონსტრანტების სავარაუდო ქიმიურ მოწამვლაზე მოუწევდა პასუხის გაცემა. ოფიციალურ ცერემონიაზე არ მისვლით მაკა ბოჭორიშვილმა მწვავე შეფასებებს თავი მაინც ვერ აარიდა. შესაძლო ქიმიური მოწამვლისა და ოცნების პირობებში დემოკრატიული უკუსვლის გამო კრიტიკა ეუთოს თავმჯდომარის მხრიდან დღის ბოლოს პრესკონფერენციაზე გაისმა. ბოლო თვეებია დიდი მწუხარებით ვადევნებ თვალს საქართველოს სიტუაციას, სადაც ჩემი აზრით მზარდი რეპრესიები ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს თავისუფალ ხალხზე. არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა მქონდა. მქონდა კარგი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. წავედი საოკუპაციო ხაზის სანახავად, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას. საკუთარი თვალით ვნახე პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაცია იმედ გაცრუებული ქართველებით, რომლებიც ნამდვილად ვეღარაფერს ამბობენ საკუთარი ქვეყნის ბედზე, მომავალზე, საზოგადოებაზე, რაც ნამდვილად გვაღელვებს. რა თქმა უნდა, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ ეს სიმართლეა, საშინელებაა. რასაკვირველია, ეს არის ისეთი რამ, რასაც მკაცრად დაგმობს არა მხოლოდ ეუთო, არამედ მთელი საერთაშორისო გაერთიანება. ეუთოს თავმჯდომარის განცხადებიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ მაკა ბოჭორიშვილს ელინა ვალტონენი პირისპირ არც წითელი ხალიჩის მიღმა შეხვედრია. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელს კრიტიკის მოსმენა მანამდე სხდომათა დარბაზშიც მოუხდა, სადაც მინისტერიალს 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეუთოს თავმჯდომარემ და სხვა ევროპელმა მაღალჩინოსნებმა სესიის დროსაც შეახსენეს ოცნების მინისტრს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და უკანონოდ დაკავებული ადამიანების შესახებ. მათ მოუწოდეს ოცნებას დასაჯოს დამნაშავეები და დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. საქართველოში ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატივისცემ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები, გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება და ანგარიშვალდებული პირები პასუხისგებაში მისცეს. საქართველოში ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის უფლებას და დემოკრატიულ პროცესს და ამასთან დიალოგს ღიას ვტოვებთ. მაგრამ ოცნება ანტიდასავლურ მიდგომას არ ცვლის. ევროპულ ქვეყანაში ვიზიტის დროსაც მაკა ბოჭორიშვილი თავისი პარტიის პროპაგანდას იმეორებს და დასავლეთს იქით ადანაშაულებს დეზინფორმაციასა და საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებებში. ღრმად შეშფოთებული ვართ ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანიით და კონკრეტული აქტორების მხრიდან კოორდინირებული ქმედებებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესის მიმართ. ეს მავნე ძალისხმევა ემსახურება იმას, რომ ძირი გამოუთხაროს საჯარო ნდობას, მოახდინოს საზოგადოების პოლარიზება და სახელმწიფოს ფუნდამენტის შესუსტება. დასანანია, რომ კვლავ ვადევნებ თვალყურს ცდილობას, რომ არასწორად გამოიყენონ საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთი პროცესებისთვის, რაც ძირს უთხრეს მათ საჯარო ნდობას. უფრო მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზაციის წახალისება არ და ვერ წაადგება რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველოს რჩება სტაბილურობისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების დამცველად, ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციასთან და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრეს ნებისმიერ მცდელობასთან ბრძოლაში. ვენაში მიმდინარე მინისტერიალისგან განსხვავებით, მაკა ბოჭორიშვილთან პირისპირ შეხვედრა ელინა ვალტონენს თბილისში ოქტომბერში ჰქონდა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ამ შეხვედრის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მივიდა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. მეორე დღესვე ოცნებამ მისთვის ჩვეული რეპრესიები ფინელი მინისტრის წინააღმდეგაც გამოიყენა. ის ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმა. მეტი დამარწმუნებლობისთვის კი ივანიშვილის ხელისუფლებამ ეუთოს თავმჯდომარეს ჯარიმის ქვითარიც გამოუწერა.